თბილისში ახალი სამედიცინო ცენტრი მედიგარდი გაიხსნა. ცენტრი პაციენტებს სხვადასხვა სახის მომსახურებას თავაზობს. ის განკუთვნილია სპორტული და პროფესიული ტრამვების მქონე პაციენტების მკურნალობისათვის. კლინიკა თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურით არის აღჭურვილი. მედიგარდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვილ ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პროგრამებია, რომელიც როგორც სამკურნალო, ასევე გამაჯანსაღებელ მასაჟს, ვარჯიშის, გეგმის განსაზღვრას და შედგენას ითვალისწინებს. დღეს სამედიცინო კლინიკა თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალე რა დანერგილ სიახლეებს გაეცნო და დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრა. ეს ნიშა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზულია და ამავდროულად დიდ პრობლემას წარმოადგენდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, სპორტსმენისთვის, ვინც თხილამურზე დგას, ვინც კალათბურთს თამაშობს, უბრალოდ ნებისმიერი ადამიანის ვისაც შეიძლება ტრავმა მიიღოს. აქ დამატებით 27 ადამიანი მუშაობს, რაც ასევე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის კვალიფიციური, გრძელვადიანი სამუშაო ადგილი და განსაკუთრებით მედიცინის სფეროში. ძირითადი აქცენტირება არის გაკეთებული სპორტსმენებზე, ეს ეხება პოსტ-ტრავმულ რეაბილიტაციას თუ პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას და არის ყველანაირი თანამედროვე აპარატურა კვლევისაც და შესაბამისად მკურნალობისაც.